სცენაზე გასასვლელად ბოლო კონკურსანტი. მოცეკვავე ლიზა ემზადება. მე ვარ ლიზა 28 წლის გვარს არ დავასახელებს. ყავს დედა და 2 წლის შვილი. სოფელში ცხოვრობენ. მე ჩამოვედი თბილისში, ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ისეთი ვერაფერი ვერ მოვუძებნე, რომ შემილახა ჩემი ოჯახი. ყოველ ვარიანტი ვცადე და ბოლოს მივაგენი დივას სტრიპტიზ კლუბს. და გადავწყვიტე რომ ემუშაო. შეიძლება სულაც არ მომწონდეს მე სტრიპტიზის ცეკვა და ამ სიამოვნებას, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა, რითიც შეიძლება ჩემი შვილი შევინახო. გამარჯობათ. გაგვეცანით თუ შეიძლება? ლიზა. მხოლოდ ლიზა? დიახ. რა ნომერი უნდა შეგისრულოთ? უნდა ვიცეკო. რა? სტრიპტიზი. ბავშვებო, დახუჭეთ თვალები ახლა ყველა. დიდი ხანია რა სამით ხარ დაკავებული? სადღაც ალბათ 2 წელია. აბა დაიწყეთ. ხოთოლი თუ ხურებ რაღაცნაირად. You don't have to put on that red light. Walk the streets for me. ხრიჭო დაგიტოვა ხრიჭო. დედა ეს მეცან მომეწონა. ძალიან ხოთ მოიცვით რაღაც რა არ გაცივდეთ. მე მარიკო. მეგობრებო, ეს ცეკვა ნამდვილად არ ვიცი. ხიძე გადასვლა ხო ვიცი ყველაფერი, მაგრამ ეს ნამდვილად არ არა, შეძე ცეკვა ნამდვილად ძალიან რთულია, იმიტომ რომ ბევრ ვარჯიშს მოითხოვს. წარმომიდგენია რამ ხელაში რომ გაქვთ ჩაყრილი ამ ყველაფერში იმისთვის, რომ ესე სუფთად შეგესრულებინათ ეს ურთულესი ილეთები. მე ვიტყვი რომ თვითონ ნომერი სანახაობა მუსიკალურად მართლა ძალიან კარგად იყო გაფორმებული და გამოვიდა ემოციური, დრამატული, ძალიან არტისტული და ძალიან ლამაზი. ჩვენიერი იყო. მადლობა. შეგვიძლია პირდაპირ გადაწყვეტილება მივიღოთ. მე ვამბობ კის. მეორე კი ჩემგან. ბანო? მესამე კი ჩემგან. სამე კი გან. გელოდები ჩემი გზოში. გელოდებით მეორე ტურში. და მიხარია რომ გელოდებით მეორე ტურში. აი იქ არის გასასვლელი. ლიზას რთულმა და ლამაზმა ცეკვამ 3 კი მიიღო. გამაგრაიცებო. მაგრა იცეყო და.
ასე დასრულდა დღევანდელი კასტინგი ნიჭიერში.